ნარჩენების მართვის კოდექსი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. მაგალითად, მანქანიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში სანქცია 120 ლარამდე იზრდება. 50 ლარის გადახდა მოუწევთ შინაური ცხოველების პატრონებს, რომლებიც ტერიტორიას ფეკალური მასებისგან არ გაასუფთავებენ. საკითხის განხილვამ სხდომაზე გოგა ხაჩიძისა და გია ცაგერეიშვილის შორის დებატები გამოიწვია. ამასთან უმრავლესობის წევრთა ნაწილი ჯარიმების გაზრდას არ ეთანხმება. განაგრძობს განსაზღვრულია სანქციები და ჯარიმები, რომლითაც მოხდა არსებული სანქციების და ჯარიმების ჩანაცვლება, რომლის მიხედვით თითოეული სამართალდარღვევისთვის ადეკვატური და შესაბამისი სანქცია არის დადგენილი. ჯარიმები დაყოფილია კატეგორიებად და მოქალაქემ გზავრმა, თქვა როგორც წესი, შეიძლება გადმოაგდოს ქაღალდის პარტია, ცელოფანის პარტია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ჯობს დავტოვოთ 50 ლარიანი ჯარიმა და გავაუმჯობესოთ ადმინისტრირება.